$1,500,000 ეს გახლავთ ამ დილის ღირებულება, რომელსაც თქვენ ჩემს უკან ხედავთ. ვის ეკუთვნის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული რეზიდენცია, რომელიც ახლა $1,500,000 იყიდება. ცნობილი რეალტორის ბაიო ჰოუმის გვერდი გასაყიდად გამოტანილი სახლის სარეკლამო ვიდეო მასალით არის აჭრელებული. 1000 კვადრატული მეტრი პენტჰაუსი, მდიდრული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა ატრიბუტით ახალ მფლობელს უკვე თვეები აეძებს. მონტაჟებული არის სამეთვალყურო კამერები, იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად ამ ადგილზე ხდება სწორედ ძვირფასეულობის შენახვა. პენტჰაუსში მოწყობილი და სათვალთვალო კამერებით აღჭურვილი ოქროსა და ბრილიანტების საცავი მხოლოდ ერთი დეტალია. თქვენ ახლა აეროგადაღების კამერის ობიექტივის საშუალებით მე-14 და მე-15 სართულებზე განთავსებული რეზიდენციის გარე ფასადს ხედავთ. საკუთარი აუზით ტერასაზე და ზამთრის ბაღით. თუ აღწერას დავეყრდნობით, სარეალიზაციოდ გამოტანილ პენტჰაუსსა და მის რემონტზე დიდი ფულია დახარჯული. სამშრიანი იტალიური პარკეტი, კერამოგრანიტის ესპანური ფილები. ასევე არ შემიძლია უყურადღებოდ თავდაო ჯაკუზი, რომელიც მთავარ საძინებელში გვხვდება. ეს ონიაშვილის პირველი ნომერია ზურაბ ჟვანიას მოედანზე. ამ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობენ ირაკლი ღარიბაშვილის და თეა ღარიბაშვილი და ნუნუ თამაზაშვილის და ნათია თამაზაშვილი. მათთვის აქ ბინების გადაფორმების ისტორია შაბათის ეთერმა წლების წინ გიამბოთ. მაშინ მშენებელი ყვებოდა, რომ ის ტარიელ ღარიბაშვილის მეგობარია. მე და ტარიელი ვარ ჯგუფელები. ჩემი შვილის ნათლია. შაბათის ეთერს უყვებიან, რომ $1,500,000 რეზიდენციის რეალური მფლობელი ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელიც დაკავებების ცნობილი სერიის შემდეგ ახლა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული რეზიდენციის მოშორებას ცდილობს. გამარჯობათ. პენტჰაუსი რო იყიდება, როგორ უნდა მოუხდა იქ ხო ვერ მეტყვით? პირდაპირ ადის ანუ ლიფტი? საჯარო რეესტრის დოკუმენტების თანახმად, თითქმის 1000 კვადრატული მეტრი რეზიდენციის მფლობელი ზურაბ ვარსემაშვილია. პირველ კითხვებს ჩვენ სწორედ მისი სახელი გვიჩენს. ვარსემაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვახტანგ გომელაურის ახლო გარემოცვის წევრი გახლავთ. ეს ტაბახმელაში გომელაურის კუთვნილი რეზიდენციაა. მომიჯნავე ნაკვეთი გომელაურის კარ-მიდამოს შიდა ჭიშკრით უერთდება. მიწა ზურაბ ვარსემაშვილს ეკუთვნის. ტერიტორია, რომელიც რეალურად გომელაურების რეზიდენციის ნაწილია, რატომღაც ვარსემაშვილის სახელზეა გაფორმებული. ზურაბ ვარსემაშვილის სახლშია, თუმცა ჩვენთან შეხვედრა არ უნდა. არიდა კითხვების მთავარი ადრესატი სწორედ ისაა. არის თუ არა $500,000,000 ქონების რეალური მფლობელი თავად. ვარსემაშვილს რამდენიმე კვირა ავეძებთ, თუმცა ის კავშირზე არ გამოდის. ბოლოს მესამე პირის საშუალებით გვიკავშირდება და ჩვენს ეჭვებს სრულად ადასტურებს. უძრავი ქონება მისი არ ყოფილა. გვიმტკიცებს, რომ სახლი არა ქართული ოცნების ყოფილმა მაღალჩინოსანმა, არამედ თბილისის ცნობილმა ეგრეთ წოდებულმა ვალუტჩიკმა გიორგი ლომიძემ გადაუფორმა. მუშაობს ისე ვალუტის გადახურდავების პუნქტში? პავლოვზე, ხო? ხო. გიორგი ლომიძე ვალუტის გაცვლით არის დაკავებული. ის ვალუტის გადასახურდავებელ პუნქტს ამუშავებდა. კაცი, რომელზეც გვარწმუნებენ, რომ $1,500,000 პენტჰაუსის მფლობელია, ირკვევა, რომ რეალურად დიღმის მასივში ქირით ცხოვრობს. სიდედრი ვარ და ზედმეტად არ ვკითხულობ მაგას. მაგრამ $1,000,000-ზე მეტის ღირებულების არის ის ბინა და როგორ შეეძლო ეყიდა? არ ვიცი არაფერი. და თან ქირით ცხოვრობენ ახლა. კი ბატონო, ქირით ცხოვრობენ. რა უცნაურია ის სახლი ხო მათია და თუ მათია რატო არ ცხოვრობენ იქ? აბა რა ვიცი რა გითხრათ. ვერსია, რომ $1,500,000 რეზიდენციის მფლობელი დიღმის მასივში ნაქირავებინაში ცხოვრობს, არადამაჯერებლად გამოიყურება. ვამოწმებთ სამეწარმეო რეესტრსაც, სადაც ვპოულობთ, რომ 2026 წლის 1 აპრილიდან უმოქმედოა ყველა ის შეპესე, რომელიც ლომიძეს ვალუტის გადასახურდაებლად ჰქონდა დაფუძნებული. ჩემია, ზენბინა არის ჩემი. თქვენი თუ არის ვარსემაშვილის სახელზე რატო არის? ხო, ნუ იქ რაღაც საქმის ბიზნესიდან გამომდინარე იყო რა. ბატონ გიორგი, ეს ბინა როდის გახდა თქვენი? 2021 წელს. 21-ში? ფასი ხო არ გახსოვთ? ნუ რა ვიცი ხა, როგორ არ გახსოვს ფასი, ნარამდი როგორ არ ვიცი, მაგრამ რა ვიცი, რა უკავი არის პირადულია და რა ვიცი, აბა. ვალუტის გადამცვლელი, რომელიც ირწმუნება, რომ სხვის სახელზე გაფორმებული ბინა მისია ჩვენთან საუბრისას არაერთ შეცდომას უშვებს. ეს რეზიდენცია მას 2021 წელს არ შეუძენია. ქონება 2024 წლის იანვარში გადაფორმდა. ვალუტჩიკს არც ის ახსოვს, რამდენი გადაიხადა ბინაში, რომელიც ახლა $1,500,000 იყიდება. ამ ხელაფასიანი ბინა რითი იყიდათ?
მშენებლობა. ქონდათ ამდენი ფული? სესხით? სესხი რო არ ფიქსირდება იქ? ვალუტაზე მუშაობთ, როგორც ვიცი, ხო? მუშაობდი. ხო, ეხლა რა სფეროში ხართ? რავი, რამოდენიმე სფეროში. მაგალითად, სადაც ამხელა სახლები აქვთ, მაინტერესებთ ეგეთი მომგებიანი სფერო რა არის საქართველოში? ხო, რა ვიცი, ჩემთან ბიზნეს პარტნიორობას ვაპირებთ. არა, ბიზნეს პარტნიორობას არა, სიმართლის გარკვევას ვაპირებ. გადამოწმებას გიორგი ლომიძის ინტერვიუს ვერც ეს ნაწილი უძლებს. 954 კვადრატი ონიაშვილზე საბანკო სესხის გარეშეა შეძენილი. მის სახელზე არ ირიცხება არც სხვა სახის არანაირი უძრავი ქონება, რომლის უზრუნველყოფითაც ამოდენობის სესხს გამოიტანდა. ლომიძე ამუშავებდა სავალუტო პუნქტს ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, რომელიც როგორც ირკვევა მისიც კი არ იყო და ქირით ჰქონდა აღებული. ზედა კორპუსში მუშაობდა ლომიძე იყო გვარი მახსოვს. მუშაობდა მე გაქრები უწევდა ამოხდა არ ვიცი. ხო, გაქნე. ანუ ის ახლა სხვისია თუ უბრალოდ თვითონ აღარ მუშაობს? არა, ეს სხვისი მაშინაც მომო ნაკირავები თუ რა ქონდა. ნაკირავები ქონდა? აუს არა. როგორ შეაგროვა ნაკირავებ ჯიხურში სხვადასხვა ვალუტით მოვაჭრე კაცმა პენტჰაუსის საყიდელი მილიონი და რა კავშირია მასა და ვახტანგ გომელაურთან ასოცირებულ პირს შორის. ეგრეთ წოდებული ვალუტჩიკი ლომიძე ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ვარსემაშვილზე ქონება მის მიმართ არსებული ვალის გამო გააფორმა. შემდგომში გადამოწმების მიზნით ვისმენთ ამ ვერსიასაც. მას აქვს თქვენი ვალი, თქვენ გაქვთ მისი ვალი, ვერ გავიგე. ხო, რა თქმა უნდა მე მქონდა ნაწილი იმასკენი, ახლა რო გაიგდება სახლი ნაწილს მიცემ და ვეტავალ ახალ სახლს ვიყიდი და ზურაბ თავი. და ზურაბ ვარსამაშვილის ვალი მაშინ არ გქონდათ, როცა იყიდეთ? ვალი არა, საქმის სურაკეთები ცეკვათ და შეიძლება ვალი და არა, მაშინ არ გქონია. არ გქონიათ. 20-21-ში თუ იყიდეთ, 20-21-ში რატო არ გაფორმდა თქვენს სახელზე? იმიტომ რომ აგიტო. ამ ვალის დასტურად ლომიძე გვიგზავნის ნოტარიულად დამოწმებულ ვალის აღიარების დოკუმენტსაც, თუმცა ეს დოკუმენტი კიდევ უფრო მეტ უზუსტობას ავლენს. ნოტარიული აქტის შედგენის თარიღი 2025 წლის 6 ნოემბერია. ბინაკი ვარსემაშვილზე თითქმის 2 წლით ადრე, 2024 წლის იანვარში გაფორმდა. ვალის ოდენობად 200,000 ამერიკული დოლარია მითითებული. მოვალეს კი მილიონზე მეტის ღირებულების აპარტამენტი გადაუფორმეს. რა საჭირო იყო ამ დოკუმენტის შედგენა 2 წლიანი დაგვიანებით, როცა ამ დროს მილიონზე მეტის ქონება ვარსემაშვილზე უკვე არსებობდა და 200,000-ის დაკარგვის 1%-იანი რისკიც კი არ იყო. ეს ნოტარიუსი 25 წლის არის. მე დათქმა მქონდა რომ მოკლედ ვადებში და იმაში და იმიტომ დავდე გასაკიდად. ხომ არ მოხდა ნოტარიუს ზალ ზაქარაშვილთან საბუთის შედგენა კითხვებისთვის თავის ასარიდებლად. მით უფრო რომ ეს ის პერიოდია, როდესაც სუსი ყოფილ მაღალჩინოსნებს ერთი მეორის მიყოლებით აკავებს. ამ კითხვას არსებობის უფლებას ამავე დოკუმენტში ჩაწერილი კიდევ ერთი პუნქტი აძლევს. ვალუტჩიკი გიორგი ლომიძე იღებს ვალდებულებას, რომ ვალს ზურაბ ვარსემაშვილს 2026 წლის 5 იანვრამდე, ანუ 2 თვეში გადაუხდის. ვისი ახლა არიცით, ვის შეიძლება დამოკავშირდა ეს სახლი? ეხლა ვისი არის? მანამდე იცოდით ვისი იყო? მანამდე ვინც აშვილა. კი ბატონო, ანუ ახლანდელი მეპატრონის შესახებ არიცით არაფერ. ონიაშვილის პირველ ნომერში არც გიორგი ლომიძე უნახავთ მეზობლებს და არც ზურაბ ვარსემაშვილი. არადა ერთი ამტკიცებს, რომ ბინა მისია, მეორე კი ამბობს, რომ ქონება უბრალოდ მის სახელზეა გაფორმებული. მილიონნახევრიანი რეზიდენცია მანამდე ამავე კორპუსის მშენებლის ტარიელ ღარიბაშვილის მეგობრის ვასილ ბოლაშვილის ოჯახს ეკუთვნოდა. ეს გიორგი ლომიძე ვალუტჩიკი იყო და როგორ იყიდა ასეთი ხო და მაგიტო იყიდა ჯერაც არ დაუხურია ფული, გავიდა წლები. მართლა და გადაფორმებული რო გაქვთ უკვე? კი, მე გადავუფორმე, თენდობო და ფანაგი იყო და. და არ დაუფარავს ბოლომდე ფული? ბოლომდე არც დაუფარავს, ისე გაყიდა. ცოტა უცნაური არ არის? უცნაურია, ბარა. ნასყიდობის ხელშეკრულება არც ბატონი ვასილის ვერსიას ადასტურებს. აქ შავით თეთრზე წერია, რომ პენტჰაუსის ღირებულება 1,20,000 ამერიკული დოლარი მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი. ჩვენი არაერთი ჩაკითხვის შემდეგ ბიზნესმენი ბოლაშვილი ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ქონება არც გიორგი ლომიძეს ეკუთვნის. და ამ დრომდე რო არ იხდის, რას ამბობს მაგას? ძალიან ცოტა აქვს დარჩენილი. მოგცემთო და იმედი გვაქვს, რომ მოგცემს. რო გაყიდეს? არა, რო გაყიდის რას? ყიდის ახლა მაგ ბინას. ვინ აყიდის გააჩნია? როგორ ვინ აყიდის?
ლომიძე სხვისია მე მგონი, სხვაზე გააფორმა და. ხო და სხვაზე რო გააფორმა, რეალურად ვიზეც გააფორმა იმისია თუ ლომიძის არის? არ ვიცი ხო და. არა, ხო? დოკუმენტების გაცნობის, ფიგურანტებთან გასაუბრებისა და ყველა მხარის პოზიციის მოსმენის შემდეგ დღის წესრიგიდან არ იხსნება მთავარი კითხვა. ვისი ქონების სამალავია, ან ვალუტჩიკი გიორგი ლომიძე, ან ვახტანგ გომელაურთან აფილირებული ზურაბ ვარსემაშვილი. მით უფრო რომ 9 მილიარდიანი პენტჰაუსის გარდა 2025 წლის იანვარში დედაქალაქის ცენტრში ვარსემაშვილის სახელზე კიდევ ერთი სოლიდური ქონება გაფორმდა. კანდელაკის 9 ნომერში მცხოვრებლები მიწისქვეშა პარკინგით ვერ სარგებლობენ. 2025 წლის 23 იანვარს პენტჰაუსის გაფორმებამდე 2 დღით ადრე ამ კორპუსის მიწისქვეშა სადგომი სრულად ზურაბ ვარსემაშვილის გახდა. 400 კვადრატული მეტრი საბურთალო შუაგულში ვარსემაშვილს არარეალურ ფასად ჯამში 76,000 ამერიკულ დოლარად მისცეს. გამყიდველი ამ შემთხვევაშიც ვასილ ბოლაშვილის ცოლია. თუმცა ყველაზე საინტერესო ამ გარიგებებში სულ სხვა დეტალია. ვალუტის გადამცვლელი ლომიძე დოკუმენტში როგორც გამყიდველის ოფიციალური წარმომადგენელი ისე ფიგურირებს. ანუ ვასილ ბოლაშვილის ცოლისგან ის კი არ ყიდულობს ქონებას. პირიქით, მარიამ დათუნაშვილს გაყიდვა შეეხმარება. მე ვარ ოჯახის დიასახლის მყავს, მეუღლე მყავს, შვილი და 100 მილიონებთან და ბინების ყიდვა გაყიდავს და მე არანაირი შეხება არა. რო გავყიდეთ ვიცი და ისე მაგრამ ვინ იყიდა, რა გაყიდა, როგორ გაყიდა, ეგ ჩემი საქმე, არც არც ვკითხულობ და არც მეკითხები. ჩემ შვილთან ამხანაგობდა, ძმაგაცობდა და ხო იცით, ცხოვრობს კი. ნანახიც ყავთ, როგორი ბიჭია? შევიც ნორმალური კარგი ბიჭია. არა, როგორ გამოიყურება რომ ვიპოვო მე მაგას ვცდილობ. როგორ მას ჩემ მოყოლით რანაირად იპოვო. აი დაახლოებით ასაკით რამხელა იქნება. შეიძლება მეც რომ ნახო ეხლა ვერ ვიცნო. და თქვენი შვილი და გიორგი საიდან დაუკავშირდნენ? თქვენი შვილის ხელა? ჩემი შვილის ხელაა ეს. და აი სად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, რამე ბიზნესში გადაიკვეთნენ? არა, ბიზნესი არა, საერთო ბიზნესი არაფერი არ აქვს. არა, ხო? რა შეიძლება ვალუტის გადაცვლის დროს რაღაცა რა ვიცი. და ესე ენდომერე რომ ბოლომდე არ გადაახევინ. იცნობდა, კი. ვინ ამბობს სიმართლეს? ვასილ ბოლაშვილი, რომელსაც არ ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რომ საკუთარი შვილისთვის საგულდაგულოდ მოწყობილი აპარტამენტები გაიყიდა? ზურაბ ვარსემაშვილი, რომელიც საჯარო წყაროებში უკვე ცნობილია როგორც ექს-შინაგან საქმეთა მინისტრის ქონებების სამალავი, თუ ეგრეთ წოდებული ვალუტჩიკი, რომელიც თან 9 მილიარდიან ქონებას ყიდის და თან დიღმის მასივში ქირით ცხოვრობს. შევხვდეთ, ხვალ შევხვდეთ. ხვალე? კი ბატონო. შეიძლება ვერ მოვიცალო. ნუ ახლა მომავარში შევხვდეთ. ზე გუქვან მასე. კარგით, შეგეხმიანებით, მაშინ ხვალ და შევთანხმდეთ, კარგით? გიორგი ლომიძეს დაპირება არ შეუსრულებია. ჩვენ ზარებსა და შეტყობინებებზე დუმილის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღმოვაჩინეთ, რომ ის არც უბრალოდ ვალუტჩიკია და არც სავარაუდო ქონების სამალავი. თქვენ ამ ბოლო დროს გამოკითხვაზე იყავით დაბარებული? არა, შეძნო ყოფილიყავ. სუსში მაგალითად. არა, ნუ რა შუაშია ეხლა, რა ვიცი. არ ვიცი, გეკითხებით. ხო, გაგეცით პასუხი. ხო, მაგრამ ხომ იყავით, ბატონ გიორგი? და ვისაუბროთ, რა ვიცი, რატომ ეკითხები? მე ვიცი რომ იყავით და უარყოფას რა დამალვას რა აზრობს. აი, რატომ უნდა გითხრათ, რა ვიცი, აი რა გაინტერესებს, ეგ პირდაპირ მითხარით და კი. ახობაძესთან დაკავშირებით დაგიბარეს, ბატონ გიორგი? ხო, ამაზე არ პასუხობ. შაბათის ეთერის ინფორმაციით გიორგი ლომიძე გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილის ლევან ახობაძის საქმეში ფიგურირებს. ახობაძეს ლარსის საბაჟოზე რუსეთიდან შემოტანისას ჩამორთმეული 40 მილიონი რუსული რუბლის მეპატრონისთვის დაბრუნების სანაცვლოდ კაბინეტში დიდი ოდენობით ქრთამისაღებას ედავებიან. შემოდიოდა თუ არა 40 მილიონი შავი ფული რუსეთიდან თბილისში დოლარში გადასაცვლელად. ქრთამს ეხებოდა საქმე, კითხვას რაზეც გისვამდნენ ახობაძეზე? თქვენ ის გაინტერესებს თუ ეს გაინტერესებს თუ გაინტერესებს? შეიძლება ორივე კავშირში იყოს, ბატონო გიორგი. ვალუტის ამბავი ხო ნამდვილად კავშირში არის რუსული ფულის გადახურდავება ამ ახობაძის საქმესთან. რაზეც გამოგკითხეს? ვარსემაშვილზე ამოვწურეთ? აქამდე უცნობი მოწმის მიერ მიცემული ჩვენების შესახებ მეტის გაგებას სუსის დაპატიმრებული მაღალჩინოსნის ადვოკატისგან ვცდილობთ. რაშდენ კუპრაშვილი ეგრეთ წოდებული ვალუტჩიკის მოწმეობას არც უარყოფს და არც ადასტურებს. დუმილის მიზეზად გაუთქმელობის ვალდებულებას ასახელებს. ფაქტების ერთობლიობა და ლოგიკური ჯაჭვი აჩენს განცდას, რომ ვალუტით მოვაჭრე კაცი მილიონებიანი ქონების რეალური მფლობელი არ უნდა იყოს. რასაც ვერ ვიტყვით ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებულ ზურაბ ვარსემაშვილზე.
ეს იმ სულიკო ვარსემაშვილის ძმა, რომელმაც სათამაშო ბიზნესის წილი, ასევე გომელაურის ქონების კიდევ ერთ სამალავად ცნობილ დავით ველიჯანაშვილს საჩუქრად გადასცა. ბატონ ზურავ, გამარჯობა. გამარჯობათ. მე გაწუხებთ მაგათ შიხლაძე TV პირველიდან, ბატონ ზურავ. ზურაბ ვარსემაშვილისთვის 2024 წელი მხოლოდ გაგარინის მოედანზე არსებული პენტჰაუსისა და კანდელაკის 9 ნომერში რეგისტრირებული 400 კვადრატის გაფორმებით არ დასრულებულა. ვარსემაშვილის სახელზე სწორედ 2024 წელს, ხშირ შემთხვევაში ერთსა და იმავე დღეს ფორმდება ჯამში რამდენიმე მილიონის ქონება. 2 ბინა შარტავას ქუჩაზე, 4 მიწის ნაკვეთი საგურამოში და უზარმაზარი ფართობი წეროვანში. ამ უკანასკნელი შემთხვევაში მიწის თანამესაკუთრე შეპესე გეტე ბენეფიცია. ბენეფიცს კი ქართული ოცნების გამოძიების ოქროს მოწმე ზურაბ ტუკვაძე ფლობს. კაცი, რომლის ჩვენებების საფუძველზეც ციხეში ოცნების თავდაცვის მინისტრი უკვე ზის.